მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ახლა უკვე შედის სატრანზაქციო ურთიერთობებში ჩინეთის ბანკთა შორისი ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, რომ 2025 წელს საქართველოსთან დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთთან ასეთი შეთანხმება იყო დადებული ჩინეთის სახალხო ბანკთან. შეგატყობინებთ, რომ ორივე შემთხვევაში ეროვნული ბანკი, სახალხო ბანკი საუბარია არა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ბანკზე, როგორც გესმით, სახელწოდებიდან გამომდინარე, არამედ საუბარია პრაქტიკულად მარეგულირებელ ორგანოზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ბანკი ქვია. და ეს არის ცენტრალური, ესეთი ფინანსური სისტემის მარეგულირებელი ორგანო ორივე შემთხვევაში. 2025 წლის 23 დეკემბერს ეროვნულ ბანკს შორის და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩინეთს შეუძლია ქართული რეგულატორისთვის, ანუ ეროვნული ბანკისთვის შესაძლებლობის მიცემა სავაჭრო, ესე იგი, დეპოზიტარული და სხვა მიმართულებებით, რომელიც ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვას ბონდებს, ანუ ეგრეთ წოდებულს გულისხმობს და 2026 წლის თებერვალში ახლა უკვე ეროვნულმა ბანკმა გახსნა ანგარიში ჩინეთის სახალხო ბანკში და მისცემს ეს შესაძლებლობას პირდაპირ ინვესტიციების ჩინეთის ობლიგაციებში. ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, ჩინეთის ეს ბონდების სავაჭრო პლატფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც შეუძლიათ უცხოელ ინვესტორებს მიიღონ შესაძლებლობა ინვესტიციის და ჩართულობის ჩინურ ეკონომიკაში. და მისი თქმით, ეს დადებითად იმოქმედებს ინვესტიციის შესაძლებლობებზე, შეამცირებს რისკებს, დივერსიფიცირებას გაუკეთებს საქართველოს საერთაშორისო რეზერვების. ოფიციალური პოზიცია ამ შემთხვევაში ასეთია, მიზანი არის დივერსიფიკაცია და ამავდროულად მიზანი არის აი ამ მიმართულებით მიღება წვდომის. გეტყვით, რომ საბოლოო ჯამში ჩინური აქტივების ნაწილი პროგნოზის მიხედვით არ იქნება დიდი, ძირითადი ნაწილი რეზერვების საქართველოს ეროვნული ბანკის დარჩება ამერიკულ დოლარებში, ასევე იაპონურ, მისი მტკიცებით იაპონურ და კანადურ დოლარში, ევროში და იენაში, ანუ იაპონიის ვალუტაში. ეს არის ზოგადად ის პაკეტი, რომელიც ხშირად ფინანსურ ბაზრებზე მოიხსენიება როგორც DXY, ანუ დოლარის სიძლიერის ინდექსი. და აი ამ ინდექსაციის ფარგლებში არის ინვესტიციები, თუმცა ამას პირველად ემატება ახლა ჩინეთი, რომელიც არ არის აი ამ დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილი, რომელიც თან გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილიც არის. ფუნდამენტია გლობალური ფინანსური სისტემის. ამ მომენტისთვის ბოლო ინფორმაციით ეს რეზერვების რაოდენობა 6.2 მილიარდი დოლარი არის და იქედან იგეგმება გარკვეული ნაწილის გადანაწილება ჩინეთზე. ეს არის ოფიციალური პოზიცია, ახლა კი შევალ რა თქმა უნდა ისეთ ანალიზში, რომელიც ოფიციალური პოზიციის მიღმაც არის და აქ არის რამდენიმე მდგენელი. პირველი ის რომ პრაქტიკულად ჩვენ ვიმეორებთ რუსეთის ნაბიჯს. ეს არის ფაქტი. და რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული აქტივების დასავლეთში გაყინულია და აქედან გამომდინარე მოსკოვმა გაზარდა ოქროს წილი საკუთარ რეზერვებში, ამავდროულად იუანის წვლილიც გაზარდა მნიშვნელოვნად და შესაბამისად არის ასეთი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, კერძოდ ემზადება გარკვეულ დაპირისპირებისთვის ან გარკვეული პრობლემებისთვის, ასე ვიტყვი, დასავლეთთან და ამ ჭრილში ცდილობს ჩინური კაპიტალის როლის კიდევ უფრო გაზრდას. მეორე მომენტი უკავშირდება ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკურ ნაბიჯს და ყოფილი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესაბამისად ამ დარგის სპეციალისტი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს გადანაწილება ასევე არის ზოგადი გლობალური პროცესი საქართველოს გადალაგების დასავლეთიდან
აი ამ ჩინურ ბანაკში, ასე ვთქვათ, და ჩინეთისკენ ანტიდასავლურ ბანაკში, რომელიც რეალურად არის ჩინეთ-რუსეთ-ირანის ბანაკი. თუ ირანის მიმართულებით რა ნაბიჯები გვაქვს, ამაზე ჩვენ თქვენთან ერთად გვისაუბრია. რუსეთის მიმართულებით პოლიტიკაზე ახლახანს გამოვიდა ჩემი ვრცელი 2 საათიანი პოდკასტ ინტერვიუ რადიო თავისუფლების ეთერში, რომელიც ამ გვერდზეც არის მითითებული და შეგიძლიათ იხილოთ და ახლა ჩინეთის კომპონენტიც ემატება ამას. ზოგი მოქალაქე ამას ჩათვლით დივერსიფიკაციას, დაბალანსებულ პოლიტიკას. ზოგი მოქალაქე ამას მიიჩნევს როგორც ღია და დაუფარავ მცდელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დასავლური ვექტორი შეიცვალოს ავტორიტარული ბანაკით. ეს უკვე შეფასების საგანია, რა თქმა უნდა, თქვენ თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები თქვენთვის. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი, დასავლეთი, რა თქმა უნდა, ამით იქნება საკმაოდ უკმაყოფილო, რადგანაც ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ნაწილი არ არის ეს არის სწორედ საქართველოს ფინანსური საბანკო სისტემის გარკვეულწილად დივერსიფიკაცია ჩინეთისკენაც დასავლეთიდან, რაც ზოგადად არც ისე მეგობრულად განიხილება ვაშინგტონში, რადგანაც ვაშინგტონი აგრძელებს საკუთარ პოლიტიკას დოლარის დომინაციის და იცით რომ ჯერ კიდევ და დღემდე დოლარი რჩება პრაქტიკულად მსოფლიო სარეზერვო ვალუტად და დომინანტ ვალუტად მსოფლიოში. შესაბამისად, ნებისმიერი კონკურენცია ამ მიმართულებით ჩინეთის მხრიდან ან მხარდაჭერა ამ კონკურენციის მის მიერ მათ შორის ახლა საქართველოს პატარა ქვეყანა არის, იგულისხმება რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი, სხვა მასშტაბის ქვეყნები, იქაც საკმაოდ ნეგატიურად არის აღქმული. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით ჩვენი რეზერვების რაოდენობა 6.2 მილიარდი დოლარია დაახლოებით. საკმაოდ აქტიურად იყო უცხოური ვალუტის ზრდის კომპონენტი ამ მიმართულებით და რეალურად ბოლო პერიოდში ასეთი შესყიდვები მიმდინარეობს. ძირითადი მონაცემები არის ამერიკულ დოლარებში, თუმცა დოლარების წვლილი მნიშვნელოვნად კლებულობს და ასეთი სტრატეგია მათ შორის აღინიშნება. 2023 წლიდან პრინციპში დაიწყო დივერსიფიკაცია ოქროს მიმართულებით, 7,5 ტონა ოქრო იყო ჯამში შეძენილი და 2025 წლისთვის ოქროს წილი ჩვენს რეზერვებში 16% არის დაახლოებით. ხოლო მისი ფასები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ზოგადად, რადგანაც ოქროს ფასებიც მნიშვნელოვნად მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა და შესაბამისად ამან იმოქმედა ასევე რეზერვების რაოდენობაზეც, თუმცა არა რაოდენობა როგორც ასეთი, არამედ ღირებულება უფრო. სხვა ვალუტების მიმართულებით, ესე იგი, დოლარის და ევროს გარდა კანადური დოლარიც არის და იაპონური იენაც არის წარმოდგენილი. თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტულად ჩინური იუანების მიმართულებით არც ერთი დოლარი ჯერ ჩადებული არ გვაქვს, არც ერთი ლარი თუნდაც, ჯერ ახლა იწყება ეს პროცესი. მსოფლიო დონეზე პრინციპში 2% არის მხოლოდ გლობალური რეზერვების ჩინური იუანი. შესაბამისად, მსოფლიო დონეზე ასევე ამერიკული დოლარების სარეზერვო მაჩვენებელი არის 56%, ევროს 21%. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ 2%-ს მნიშვნელოვნად ცდება საქართველოს ჩართულობა ჩინური იუანის მიმართულებით და ინვესტიციები, ეს ასევე პოლიტიკურ ჟესტად უნდა აღვიქვათ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად, რომ დივერსიფიკაციის ნაცვლად პრაქტიკულად მოხდეს ასეთი არა თუ ურთიერთობის დამოკიდებულება, მაგრამ პროცენტს გააჩნია და ხარისხს. თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება, ესე იგი კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება საქართველოს ხელისუფლების გადახვევის დასავლური ვექტორიდან და ჩინური, ასე ვთქვათ, მიმართულების მათ შორის ძალიან აქტიურად ჩართულობა. თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ეს რეალურად არ არის ახლა გამონაკლისი შემთხვევა და კიდევ ერთხელ ხარისხზე უფრო არის დამოკიდებული პროცენტზე, ვიდრე რეალურად თავად ფაქტზე ასეთი ჩართულობის, მაგალითად მოვიყვან გერმანიას, რომელსაც ასევე გააჩნია ასეთი ინვესტიციები და ჩინეთთან თანამშრომლობა, უბრალოდ იქ არიან სავაჭრო პარტნიორები მსხვილი.
და პრინციპში საქართველოსთვისაც ჩინეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ასე რომ გერმანიის მიერ თუნდაც ეს ინვესტიციები, ანუ ის რომ ვალუტას აქვს ჩინური, ბუნებრივია, მათ შორის ჩინეთსაც გერმანული ევრო ამ შემთხვევაში, ეს ბუნებრივი პროცესია ვაჭრობის. ანუ საქართველოს ეს ნაბიჯი როგორც ასეთი არ არის პრობლემური იქნება, თუ ეს იქნება არაპროპორციული მათ შორის ჩვენი ეკონომიკის მიმართულებით და თუ იქნება გადაჭარბებული და თუ იქნება რუსეთის პოლიტიკის მსგავსი, რომელიც გულისხმობს დოლარის ჩანაცვლების იდეას იუანებით. აი ეს უკვე იქნებოდა სრულიად სხვა ტიპის გზავნილი. ცხადია, ოპოზიციაში ოპოზიციურად განწყობილ მათ შორის ანალიტიკოსებს აქვთ ასეთი ახლა ვარაუდი შიში, რომ შეიძლება ეს სწორედ იქეთკენ მიდიოდეს, სანამ ეს არ მოხდება, ამას მტკიცებით ვერ ვიტყვით, მაგრამ როდესაც მოხდება, იქნება გვიანი. თუ ეს მოხდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამაზე გქონდეს ასეთი საუბარი. თუ ეს იქნება შეზღუდული მასშტაბის, რა თქმა უნდა, ამაში მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ეს, რა თქმა უნდა, ასევე აღსანიშნავია. JP Morgan-ის ცნობილი ინვესტიციური ბანკის ზოგადად ანალიზი ამბობს იმას, რომ მსოფლიო დონეზე ამერიკული დომინაცია გრძელდება, თუმცა გარკვეულწილად არის ბოლო პერიოდში შემცირება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ოქროს მიმართულებით აქტივების ზრდის. ამ კუთხით უნდა შევაქო ეროვნული ბანკის პოლიტიკა ოქროს აქტივების ყიდვას, ქონდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწორი ესე იგი როლი და სწორედ ოქროს მიმართულებით ინვესტიციებმა გვაჩვენეს პრაქტიკულად ყველაზე დიდი ასეთი ზრდა რეზერვების მიმართულებით, რამაც მიიყვანა ჩვენი რეზერვების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლემდე 6 მილიარდი 200 მილიონი ამერიკული დოლარი. დივერსიფიკაცია კარგია, ახალი ბაზრების მიღების საშუალება კარგია, ჩინეთთან ურთიერთობების სტაბილურობა კარგია, ზოგადად და ისე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან, თუმცა შეერთებული შტატების ან დასავლეთის ჩანაცვლება სარისკოა, მათ შორის პოლიტიკური მიმართულებით, ჩინეთის კიდევ უფრო მეტი აქ ჩართულობა სარისკოა ჩინეთის პოლიტიკური აზრის გათვალისწინებით, სადაც კომუნისტური პარტია მართავს, სადაც რუსეთის მოკავშირეები არიან, სადაც არ არსებობს კერძო ინვესტიციები და ინვესტიციები არის პრაქტიკულად ცენტრალიზირებული მთავრობის ხელში და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ესე იგი ხელში, გეოპოლიტიკური შედეგები ამის, რა თქმა უნდა, გასაგებია, ეს კიდევ ერთი შეიძლება თუ მასშტაბს მიიღებს, ბზარი გახდეს საქართველოსადმი ნდობის დასავლეთიდან, თუ მასშტაბს მიიღებს, აღნიშნავ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შიდა კრიტიკასაც ბუნებრივად გამოიწვევს, რადგანაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი რჩება ერთ-ერთ მთავარ საკითხად შიდა პოლიტიკური მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მეტყველებს ზოგადად ქართული ოცნების და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებაზე. ამავდროულად ჩვენ ასევე ვიცით, რომ არის ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან. რეალურად მე პირადად სტრატეგიულ თანამშრომლობას აქაც ვთვლი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ოღონდ ეკონომიკურ მდგენელში და არა პოლიტიკურში, ხოლო ის რომ ჩვენ პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს ბევრი ისეთი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ჩინეთს ემსგავსება, ეს პრობლემური მიმაჩნია. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას თაივანის მიმართულებით, ხოლო ჩინეთის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ წერია მაგ დოკუმენტში, ეს სერიოზული პრობლემა რჩება ზოგადად. დედოლარიზაციის პოლიტიკა დიდი ხანია პრინციპში საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიად იყო მიჩნეული, რაც ასევე რეალურად უკავშირდება სწორედ ანტიდასავლურ პოლიტიკას და დასავლური პოლიტიკისგან გადახვევას. თუ ვნახავთ ბოლო წლებში რა ხდება ამ მიმართულებით და ეროვნული ბანკი და ფინანსური მდგენელი მათ შორის ამ მიმართულებით ახორციელებს ასეთ პოლიტიკას და ესეც კიდევ ერთხელ ამ დინამიკას ჩვენ დავაკვირდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მეტყველებს ზოგადად იმაზე თუ რა ესე იგი მდგენელები გაგვაჩნია ამ მიმართულებით, ანუ კონკრეტულად რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს ეროვნული ბანკი და აქ ჩნდება კიდევ ერთი საკითხი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ
და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი სკეპტიკური პოზიცია არის იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა შემცირებული არის, ან პრაქტიკულად ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვნად ლიმიტირებული, შეზღუდული და ეს გულისხმობს იმას, რომ მასზე არის პოლიტიკური ხელისუფლების გავლენის დიდი ალბათობა, მათ შორის ნათია თურნავას პოლიტიკური კარიერის გათვალისწინებითაც ეს მნიშვნელოვანი მდგენელია ზოგადად, ამიტომ ეროვნული ბანკის პოლიტიკის გაანალიზება ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი საკითხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძვირფასო მაყურებლებო, გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე დაწერეთ თქვენი კომენტარები. ჩვენი არხი ახლა იწყებს განვითარებას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალი არხია. ამავდროულად გთავაზობთ, რომ ერთად ვნახოთ ახლა შემდეგი ვიდეო, რომელიც ეხება იმას, თუ რა ხდება მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იმართება გერმანიაში.